მას არც დახასიათება ჭირდება, არც ახსნა ჭირდება, ვინ არის და რა დამსახურება აქვს, რა დამსახურება მიუძღვის ქართული სახელმწიფოს წინაშე. და როცა იგი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა აფხაზეთში ამ ტრაგიკული დღეების დროს მისთვის არ არსებობდა ავადმყოფის ეროვნება. მისთვის ავადმყოფი იყო ავადმყოფი. დღეს ჩვენთვის მარტივია უმასპინძლოთ მას, უმასპინძლოთ მის უმშვენიერეს ოჯახს. ეს არის შემოქმედი ოჯახი. ეს კიდევ ერთი უმშვენიერესი მისი ნიჭის გამოვლინება არის და ვხედავთ, რომ რამდენად როგორი დიდი თვალსაწიერი აქვს მას და როგორი ხედვა აქვს, როგორი აღქმა აქვს სამყაროს, ეს ყველაფერი ჩანს მის შემოქმედებაში. გიგა თოლორდავა იყო ქალაქ სოხუმის, აი ამ ულამაზესი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, შეიძლება ითქვას მშვენება ერთ-ერთი ამ ქალაქის და მშვენება თავისი პიროვნებით, თავისი საქმიანობით, ექიმობით, საზოგადოებრივი მოღვაწეობით და მე ბოლოს, როდესაც ძალიან გაჭირდა აი მეომრული სულისკვეთებით. და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გიგა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია და აი ამ ნიჭიერი ადამიანის ოჯახში ნიჭიერი შვილიც დაიბადა, ქალიშვილი, რომელიც ლატვიაში ძალიან პოპულარულია და უკვე ჩვენთანაც მას შეიძლება ითქვას მთელი საქართველო უკვე იცნობს. მომღერალია და ჩვენი ქვეყნის მომავალია. ამიტომ ასეთ ადამიანთან და ასეთ ოჯახთან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ის დაგვიჯილდოებინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი, საპატიო სიგელით, ხოლო ცირას მის ქალიშვილს გადავეცით წარმატებულის სიგელი. აი დღევანდელი დღე არის ისევ დაბრუნება აფხაზეთში. მე დღეს ვარ აფხაზეთში. მე ვარ დღეს ჩემს მეგობრებთან, ჩემს საყვარელ ადამიანებთან, ჩემს ნათესავებთან. აი რაც მე ეს წლები მაკლდა, აი დღეს ეს დანაკლისი შევავსე აი ამ დღევანდელი შეხვედრით. რა ვიცი, აი ჩემი შემოქმედება თუ რამეს წარმოადგენს, ეს არის ფიქრი აფხაზეთის წინაშე, ფიქრი დაბრუნებაზე, ფიქრი როგორ არიან ჩემი მეგობრები, რას აკეთებენ და ჩემი ნახატებიც ამაზე მსჯელობს. ნუ თავისუფალ დროს, როდესაც არა ვარ მორიგი ან როდესაც სამსახურში არა ვარ, რასაც ჩემი პროფესია უროლოგია ქვია, მაშინ შაბათ-კვირას გავდივარ სახატავად და აი ეს მაძლევს ძალას იმისათვის, რომ ვიყო ჯანმრთელი, ვიყო ძლიერი, იმისათვის, რომ კიდევ დავრუნდე აფხაზებში და იმ აფხაზ მეგობრებს, რომლებიც მე დავტოვე, რომ ჩავეხუტო. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. აფხაზი და ქართველი უნდა იყოს ყოველთვის ერთად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველას, ვინც გადმომცა ჯილდო. ეს ჩემთვის დიდი პატივია, იმიტომ რომ აფხაზეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს ჩემი სული, გული, ტკივილი არის და დიდი ოცნებაც, რომ მოდესღაც ჩვენი დავბრუნდებით და ყოველთვის მსიამოვნებს, როცა ჩვენ დევნილები ერთად ვიკრიბებით და მათ ვხედავ აქ ასეთ ღონისძიებებზე და ამიტომ მათაც ძალიან დიდი მადლობა, რომ მოვიდნენ და დღეს გაგვახარეს ჩვენ.